მადლიანია ოდიშის სახელით სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსთავიორს და არამედ ვიცავთ თითოეული ჩვენგანის უფლებებს, რათა ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ნებისმიერ თქვენგან შეუძლია მოვიდეს ამ მიკროფონთან და დაიწყო სრული უზურპაცია სახელმწიფო ყველა რგოლის როგორ საქართველოში იცხოვრებენ ჩვენი ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა ბევრად უფრო მძიმე საქართველოში დასამარდა დემოკრატიის ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. მე დღეს ვიცავ ქართულ საქართველოს ინტერესებს, სიტყვის თავისუფლებას და ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ გადაწყვეტილებით გახარებულები არიან, უნდა ხვდებოდნენ იმას, რომ ხვალ აუცილებლად შევცვლათ მათ იმ თავიანთი პოზიციის, რომელიც მათ დღეს აქვს. დღეს მთელი ერი ერთად უნდა იყოს, რომ დავიცვათ სიტყვის თავისუფლება და არ მივცეთ ერთ ადამიანს საშუალება იმის, რომ манипуლირება მოახდინოს მთელი ერის. გუშინ ტელევიზიაში სასამართლოს გადაწყვეტილება ეს იყო ქვეყანაში დემოკრატიის ორი ინსტიტუტის დამოუკიდებელი სასამართლოს და თავისუფალი მედიის დასამარება. დღეს ჩვენ ყველა ერთად ვალდებული ვართ დავიცვათ რუსთავიორი, როგორც მხოლოდ ცალკეული ტელევიზია. დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, ჩვენ დღეს ვიცავთ ქვეყნის დემოკრატიას და ვიცავთ იმას, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ თავისუფალ დამოუკიდებელ საქართველოში, სადაც სიტყვის თავისუფლებას ექნება ფასი. გუშინ ეგრეთ წოდებული სასამართლოს ხელით ბიძინა ივანიშვილმა, რუსეთის ოლიგარქმა, პირდაპირ გულში ესწროლა ქართულ სახელმწიფოს იმისათვის, რომ გატეხოს, გაგვანადგუროს და მიწასთან გაგვასწოროს. ივანიშვილს მიუმართავ. არანაირად არ დაგითხოვთ ამას, არ გამოგივა. ერთი რამე მე ვხედავ აქ ძალიან მცირე რაოდენობას ჩვენი მოქალაქეების